Ну, ყველასთვის ცხადია რა სასტავისაც მივეცი ხმა, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობას, ეციკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მოუტანა წრისხლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში. რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა იყოს კონკრეტულად პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო ჩვენი დაპირება თავიდანვე 64-ზე, 64 მერი, 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება. აქტივობაზე რაც გვქონდა ხედავთ, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება დღევანდელი სურათი მაგალითად შაშანდელი მდგომარეობის და როცა ვიდეოს გაყოლდა ამორჩევნების საარჩევნო უფლებთან. რაც შეეხება აქტივობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ იყოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და კიდევ ერთხელ იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამორჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე მაინც აქტივობა საკმაოდ მაღალია. კიდევ ერთხელ გაიმერებ, კიდევ ერთხელ ციფრები 10 საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12 საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ საბოლოო ჯამში როგორია საერთო სურათი. კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში, არის ის, რომ ოპოზიციას ძალიანად აქვს გადაწყვეტილი გამარჯვების იმედი, მათ იციან, თქვენ ნახავთ 3 წელიწადში, როდესაც 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. და ეს რა თქმა უნდა მათ შორის განპირობებულია იმით, რომ ცესკოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი, 60% ძლდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლამდე თქვენ გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის სწორედ ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები. სანდოობა როგორ იქნება ამ არჩევნებზე, როცა საერთაშორისო დამკვირვებლების თუ ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის ეს პროცესი. ძალიან ბევრი დამკვირვებელია რეალურად ჩამოსული, ჩვენ ასევე ვიცით, რომ მოვიწვიეთ ეუთოდირი, ძალიან ბევრი ცესკოს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი და არის ძალიან ბევრი დამკვირვებელი, თორსები 1000-ზე მეტი დამკვირვებელია მთლიანობაში ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ, ამაზე ცესკო გიპასუხებთ, ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ ის დაკომპლექტებას, რომ ჩამოსულიყვნენ, მათაც იქნებოდათ ბუნებრივია. არა, ერთი თვით ადრე, 2007 წელს მაგალითად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთოდირი და ძალიან მარტივად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მთავარი მიზეზი, მე ვფიქრობ, რატომაც ეუთოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთოდირზე. ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, ეუთოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, თუმცა 3 წელიწადში ეუთოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებში. ახლა სანდობას რაც შეეხება აქტივობა და სანდობა ერთმანეთთან არ არის კავშირში. თქვენ ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვერაფერი ვერ დადეს ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე სისულელემდე
და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვს სათქმელი, იქაც კი ნუ ენას ვალი არ აქვს. ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. რადიკალური სცენარი არის და აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორც ჩაივლის ბატონი ბარდა ბურჯულაძის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული დამხობის აქცია. ერთადერთი კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუწდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუწდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე რა თქმა უნდა პასუხს. თუ შეეცდებიან გუშინ ამბობდით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ მაქსიმუმ 300 ადამიანი რუსთაველის გამზირდა. დღეს გაქვთ რამე პროგნოზი, რამდენ ადამიანს შეიკრებს დღესაც ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღეს ოპოზიცია იქნება ძალიან სუსტად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღეს ნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას საზოგადოება ხედავს, როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. როცა მმართველი პარტიის რეიტინგი არის 65%, ამაზე აი დღეს ნახავთ 8 საათზე, როცა დაითვლება შედეგები, ნახავთ, რომ ჩვენი შედეგი კვლევების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და სანდო კვლევები გვიჩვენებს იმას, რომ ჩვენი რეიტინგი არის 65%. 65%-იანი რეიტინგის პირობებში, როცა მართლ პარტიას აქვს ასეთი რეიტინგი, არც კი უნდა იფიქრო დამხობაზე, თუმცა ნუ მათ არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე, რასაც გარედან დავალებენ, იმას აკეთებენ. ხო, ეუბნებიან შეასკდე კედელს თავით, ასკდებიან კედელს თავით. ეს არის ერთადერთი, რასაც დღეს ხედავთ ჩვენ და რასაც ვიხილავთ დღევანდელ საღამოს. ბატონო ირაკლი, მზად არის ყველაფერი იქნება სამთავრობო კვარტალში. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს. არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება მშვიდად. ბატონო ირაკლი, აქცია არ დაწყებულა ჯერ და ჩვენ უკვე ვნახეთ ძალადობა, სწორედ აქციის მონაწილეების იმ ადამიანების მისამართით, ვინც აქტიურად არიან ჩართული პროტესტში. გულისხმობ ამ შემთხვევაში იგორ ნარმანიას, რომელსაც ეს სამარცხვინო, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სამარცხვინო, მოხდა ასეთი რამ. რაც ფაქტებით დასტურდება, ეს ადამიანები იყვნენ მისული ეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა ქალბატონი მესანთლე ეკლესიის მიმდებარედ და თხოვა გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ამაზე გამოესარჩლა 2 ადამიანი ამ ქალბატონს და 20 მაკაცმა 2 ადამიანი ცემა. და თქვენ ახლა კადრულობთ ასეთ კითხვას ვსვავთ. ხო, სამარცხვინო. კი, რაზეც მოგერიების დროს მას უპასუხეს 22-ზე იყვნენ. 22-ზე იყვნენ და თქვენ 20 გამართლება აქვს იმას, რაც ჩვენ ნახეთ, რომ რაც იმას დაიმართა. ეს ახლა სამარცხვინო სპეკულაცია. რა შუაშია გამართლება? რა შუაშია გამართლება? 20 კაცი 2-ს ურტყავდა? არა. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცი თავს დაესხა 2 ადამიანს. თქვენ ცდილობთ პროტესტში აქტიურად ჩართული ადამიანი არის დასისხლიანებული და ფაქტები ხომ მოგიყევით? რომელიმე ფაქტს უარყო? ფაქტები ხომ მოგიყევით? მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო ნაცმა და ამაზე როდესაც 2 კაცმა რეაგირება მოახდინა და იუთითეს რომ შეურაცხყოფას ნოაყენებდნენ ქალს ნაცები. ამაზე 20 კაცი ურტყავდა 2 კაცს. ეს არის ფაქტები და ხა თქვენ სამარცხვინოდ კიდე მიყავთ სხვაგან ეს. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ იგორ ნარმანია, რომელსაც იმიტომ რომ 20 კაცი 2 კაცს ურტყავდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა რომ 22-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა. ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ნაცია. თავი ვერ დაიცვა. ანუ იგორ ნარმანიას სუსტი 22-ზე იყვნენ, 22-ზე. რატო უარყოფთ ამას? 22-ზე იყვნენ. ჩვენ რაც ვნახეთ, 22-ზე იყვნენ. 22-ზე იყვნენ. ანუ იგორ ნარმანიას სუსურობის ამბავია, 22-ზე იყვნენ. 20 კაცი 2-ს რო ურტყავდა, 20 ნაცი 2 მოქალაქეს რო ურტყავდა. ეს ნორმალურია? და ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? რა? რკინის ხელკეტებით იყო ნაცია იგორ ნარმანია. არავითარი რკინის ხელკეტით არ იყო. ნივთი, კონკრეტული ნივთი, აი ხელკეტი არ იყო. იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს, 20 კაცი 2 კაცს ურტყავდა. რაც ხელში მოხვდა, იმით დაიცვა თავი.
ეს არის რეალობა და 20 კაცი არა, მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. ხო, ეს არის დარჩის გამოძიება დაგიდგეთ, მაგრამ 20 კაცი ორს რო ურტყავდა. 20 ნაცი, თავს თუ მოიჭერთ ხა. 20 ნაცი ორს რო ურტყავდა. 20 ნაცი ორს რო ურტყავდა. 20 ნაცი ორს რო ურტყავდა, ამაზე რატო არა გაქვთ რეაქცია? თან რის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალს. გამოისარჩელა ორი ადამიანი და 20 კაცი ურტყავდა ორ კაცს. ბატონო ირაკლი, ჩვენ გვაინტერესებს თქვენ რა რეაქცია გაქვთ ძალადობაზე, რომელიც მსხვერპლი ყველაფერი იქნება გამოძიებული, ყველაფერი იქნება. არა, მსხვერპლი არ იყო მარტო. ნახეთ. ერთი წამით. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მათ შორის ვინ იყო მსხვერპლი, ვინ იყო მოძალადე, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. არა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს ფაქტებით და მტკიცებულებებით. 22-ზე იყვნენ თუ 20-ზე იყვნენ, ამასაც დაადგენს გამოძიება. მესამთლე ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, ამასაც დაადგენს გამოძიება. გამოძიება როგორ დაადგენს, რომ წინასწარ უკვე ამბობთ რა. რა შუაშია გამოძიება ფაქტებს და რა შუაშია გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებებს. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი კაცი იყო მეორე მხარეს, ეს დადგენდება მტკიცებულებებით. მათ შორის ვიდეო არის გადაღებული, რომელიც ამას ახდენს. დადგენს, მაგრამ თქვენ უკვე გამოგიძიებიათ, რომ ამ ადამიანებს, ვისაც ხელკეტები მე მაქვს ნანახი ვიდეო, მაგალითად, მე მაქვს ეჭირათ ხელში, ის იპოვეს მანქანა. მე მაქვს მაგალითად, იგი ეს რაც ამ ეტაპზე აქვს. რაც აქვს ამ ეტაპზე დადგენილი გამოძიებას, იმას გეუბნებით. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, ვიდეო მაქვს ჩემი თვალით ნანახი, სადაც თანაფარდობა იყო ზუსტად ისეთი, რაც გითხარით. და ამაზე რატო არ წუხართ თქვენ, რომ 20 ნაცი ორ კაცს ურტყავდა? თან ერთ-ერთ ქალბატონიც ახდა ერთ-ერთ მათგანს. ვისაც თავს ესმოდნენ. სამართლიანო ეს ყველა. დატოვებას ხომ არ აპირებთ ბატონო ირაკლი? თქვენ გთხოვენ თქვენი ოპონენტები, რომ იქნებ ცოტა ხნით შეძლოთ საქართველოს. ეს რაღაც რუსულ სიტყვას ვიტყვი, მელკი კითხვა გვეშინ დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. ქართულადაც სადეთ აბა ბატონო ირაკლი. მელკი ქართული სიტყვაა, რო იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი. ზეგან რუსული იყოს. კი, რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი არის ქართული. არ ფიქრობთ, რომ მოგიწევთ ამ სცენარზე დაფიქრება? ნახეთ, 3 წელიწადში გვექნება ჩვენ საპარლამენტო არჩევნები და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სადოთ რაიმე შედეგის მიღება. შემთხვევაში დამატებითი სანქციებისთვის თუ არის მზად თქვენი რეჟიმი და ამას გაუძლებთ თუ არა თქვენი აჭრილი ხარ რატო? წინასწარ გაქვს აგებული არჩევნები, წინასწარ გაქვს აგებული ქუჩა, ყველაფერი გაქვს წინასწარ აგებული. შენ მოგმართავ შენობით ამ შემთხვევაში, შენ. ხო. იმიტომ რომ თავი მოიჭერი და შენობით კი პასუხი. დამატებითი სანქციებისთვის ბატონო ირაკლი. მზად ხარ თუ არა? ნახეთ. ცდილობა ჟურნალისტებით მოიქცეს. ჟურნალისტებით მოიქცეს. სანქციების მოლოდინი არსებობს ეს ახალი არ არის? ჟურნალისტებით მოიქცეს ჟურნალისტებით. დაემსგავსე ჟურნალისტს დაწყნარდი, დამშვედი. მიუხედავად იმისა, არა, არ იქცევ ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ შენი პარტია აგებს არჩევნებს, შენი პარტია საღამოს განწირულია ფიასკოსთვის, მაინც უნდა დამშვიდე, ეს არის ჩემი რჩევა. უბისო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც არსებობს, ესეც არ არის. აი, ხო, და ამას შესაძლოა ხელი შეუწყოს დღეს განვითარებულმა პროცესებმა. ამაზე თქვენს კითხვა პასუხი დაამთავრე, იმიტომ რომ არასერიოზულად ვარ გამიყვანილი. კითხვები არსებობს. აქტუალური კითხვებია ეს ბატონო ირაკლი, თქვენ აქტუალურ კითხვებს არ არასერიოზულად. გამოიყურები როგორც აი ყველაზე დაბალი დონის ნაცია, ხარ შეიძლება ეს. ბატონო ირაკლი, არჩევნებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ძლიერ საქართველოს ჰქონდა გავრცელებული. იქ ისმის ასეთი ფრაზა, რომ მარტში შეიძლება ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს და თქვენი პოზიცია არ მიგისმენია. 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გირჩევთ აქედანვე მოემზადოთ. ჩვენ ხვალიდან ვაპირებთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კი ბატონო, პასუხი მისაღებია, თუმცა ერთი კითხვა მაქვს. თუ ეს პროტესტი გაგრძელდა, შვიდობიანი პროტესტი, რომელიც ახალ სტარტს აიღებს დღეს და გეგმა არის, რომ დღესვე დასრულდეს. მაგრამ თუ გაგრძელდა კრიზისის მოგვარება სხვა. შვიდობიანი პროტესტი დღესვე დასრულდება, ეს იდეალურია, რა თქმა უნდა. თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება როგორ შვიდობიანი პროტესტი როგორ შეიძლება დასრულდეს მათი წარმატებით, როცა არა. ხო და შვიდობიანში რას გულისხმობთ? მაგალითად პარლამენტში შეჭერას თუ ესწრებიან, ეს შვიდობიანი იქნება?
არა, თქვენი არა, მიპასუხეთ. არა, მიპასუხეთ. ეს ამაზე უნდა მიპასუხოთ. პარლამენტში შეჭრის დელობა ან სადღაც სხვა შენობაში ეს მშვიდობიანი ხო არ იქნება? ხო, ხო არ იქნება მშვიდობიანი. აბა ესე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოვიდგენია. კი, იმდენად დიდ მასშტაბზე გავა პროტესტი, რომ თქვენ უნდა გახდეთ იძულებული. მაგის გჯერათ ხა? მაგის გჯერათ? ბიჭო, პატა ბურჯულაძეს ხვალ შეიძლება ესე პირდაპირ გაყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამორჩეულს გადაჭრდილავს? ამის მიასედიც ვერ გამოვა. ამის მიასედიც არ გამოვა. ხო დადგება ეს აღამოწყვეტს. ეს აღამოწ ხო დადგება. არა სერიოზული გაცია, მეტი არაფერი ახსნა არ აქვს. პაატა ბურჯულაძის დაანონსებული რევოლუცია ხარ არის, თქვენს ხედავთ ხო? არა სერიოზული გაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს და თქვენ ნახოთ ყველაფერს. დასასრული როგორ წარმოგიდგენთ? არ არის კრიზისი არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რომელიც უნდა გაღრმავდეს. ეს კრიზისი რაც არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, აუცილებლად უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც. და მივანა კოლექტიური ნაცმოძრაობის სრულ განადგურებამდე. და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური ნაცმოძრაობა. ქართული ოსტემ არის ძლიერი, როგორც არასდროს თქვენ ამას ხედავთ. არგესაულებიც ამბობენ, რომ 7 ვითარებაში მიმდინარეობს ეს არჩევნები, აი ამას თქვათ უკვე გააკეთეს მათ პირველი განცხადებები. ხო, რეალურად ძალიან კარგია ეს, რომ 7 გარემო გვაქვს, 7-დაც არიმართება საარჩევნო პროცესი და საბოლოო ჯამში, სწორედ ამ 7 არჩევნების საფუძველზე დამაჯერებლად მოიგებს ქართული ოცნება. ხო, ეს იქნება შედეგი, რომელსაც ყველა იხილავს 8 საათის შემდეგ საქართველოში. დიდი მადლობა.